ყველა ბავშვს ნორმალური განვითარებისთვის სჭირდება ოჯახი. ნორმალური, ბუნებრივი და ჯანმრთელი ოჯახი. სჭირდება დედა და მამა. ვინც ამ ბუნებრივ გარემოში იზრდება, მან უნდა იცოდეს, რომ ძალიან გაუმართლა. გაუმართლა, რადგან ყოველდღიურად მატულობს ისეთი ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ან უდედოდ, ან უმამოდ იზრდებიან, რაც უამრავ ტკივილს და პრობლემას აჩენს მათ ცხოვრებაში. კაცობრიობა მრავალი ათასი წელია ასე ცხოვრობს. ასე მოვდივართ აქამდე. მაგრამ დღეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეიცვალა. უფრო ზუსტად გადაგვარდა. სადღაც გადავუხვიეთ. ნორმალური ბუნებრივი განვითარების გზიდან გადავუხვიეთ და ისეთ შიზოფრენიულ გარემოში აღმოვჩდით, რომ ნორმალური ბუნებრივი ოჯახური სტანდარტების საკამათო თემა გავხადეთ. იქამდე მივედით, რომ ასობით მილიონი ადამიანი დედამიწაზე ამტკიცებს, რომ ნორმალური ოჯახი მხოლოდ დედა, მამა და შვილები არ არიანო. ორი დედა, ორი მამა, ორი ტრანსი და ასე შემდეგ ნებისმიერი ორი სქესარეული ადამიანიც ჩვეულებრივი ოჯახიაო. თუმცა როგორც ჩანს, ესეც მოძველდა და ახლა კიდევ უფრო შორს წავედით. ფსევდოლიბერალური მსოფლმხედველობის პროპაგანდისტებს უკვე ორი ერთნაირ სქესიანი მშობელი აღარ აკმაყოფილებთ. ერთ ადგილზე ხუმარ გაჩერდებიან ოლიგარქიული მმართველობა, იგივე deep state მუდმივად გარყვნილების ახალი მწვერვალის დაპყრობას ითხოვს. და აი LGBT პროგრესის ახალი შუქურაც გამოჩნდა. ეგრეთ წოდებული ოჯახი, სადაც ბავშვებს ერთდროულად ორი კი არა, უკვე სამი მამა ჰყავთ. ანუ სამი ჰომოსექსუალი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთის მეუღლებიც არიან, გაშორებულებიც არიან, საყვარლებიც არიან და კიდევ უამრავი სახის ურთიერთობაში არიან, რომელსაც ჯანმრთელი ჰეტეროსექსუალი ადამიანები უბრალოდ ვერ ჩაუწვდებით. და ეს სამი ორიენტაცია და გონება არეული მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი 70 წლის გახლავთ, აცხადებს, რომ აქვთ უბედნიერესი ოჯახი, ჰყავთ უბედნიერესი ტყუპები, რომელიც სუროგატმა დედამ გაუჩინათ და ელოდებიან მესამე შვილს, რომელსაც ასევე სუროგატი დედა უჩენთ. მათ რბილად რომ ვთქვა, ძალიან ჩახლართულ ურთიერთობებში, ერთადერთი რისი გარკვევაც მოხერხდა არის ის, რომ ეს სამი პოლიგამიური მამაკაცი თავიდან ორნი ყოფილან. მაგრამ როგორც LGBT ქორწინება არსებობს, ასევე არსებობს LGBT განქორწინებაც. ხო და ეს ორი ცოლქმარი მამრი ერთმანეთს დაშორდა. მაგრამ ცხოვრება ერთჯერ ქვეშ გააგრძელეს. არ გაიკვირდეთ, ეს LGBT თემის წარმომადგენლებს შორის საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა. კი შორდებიან, მაგრამ რაღაცნაირად მაინც უყვართ ერთმანეთი და ცალ-ცალკე ცხოვრებას ვერ ეგუებიან. მოკლედ დაშორების შემდეგ ერთ-ერთმა საყვარელი გაიჩინა და ცხოვრობენ ასე სამივე ერთ სახლში და იძახიან, რომ ყველაზე ბედნიერი ოჯახი ვართ მსოფლიოში, რადგან ერთნაირ სქესიანი სიყვარული გვაქვს გზად და ხიდადო. ასეთ უსქესო, უდედო და როგორც თავად ამბობენ, უკიდეგანო ბედნიერებას განსაკუთრებული პროპაგანდირება სჭირდება. ხო და რისთვის არიან მდიდარი LGBT ორგანიზაციები და ფონდები? სამკაციან ოჯახს მაშინვე შეუქმნეს სპეციალური კონტენტი სოციალურ ქსელში და დაიწყეს ამ გარყვნილი სიახლის პოპულარიზება. რაც თავარია, კონტენტის მთავარი გმირები ბავშვები არიან, რომლებიც უყვებიან მთელ მსოფლიოს, როგორი ბედნიერები არიან, სამი მამა რომ ჰყავთ და არც ერთი დედა. როგორი იდილია აქვთ ოჯახში და რა კარგი იქნება სხვებიც თუ მიბაძავენ მათ და იპოვნიან იმ ნამდვილ ოჯახურ სიყვარულს, რომელიც მათ ერთნაირ სქესიან და სამმამიან ოჯახში სუფევს. 10 წლის წინ აშშ-ში არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მმართველობამ, იგივე deep state-მა ფსევდოლიბერალების ხელით ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დააკანონა. ბევრ LGBT პირს საშუალება მიეცა პომპეზური ქორწილების გადახდის. პროპაგანდასაც მეტი რა უნდოდა, წარმოაჩენდნენ ისე თითქოს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებაც ისეთივე ნორმა იყო, როგორც ქალისა და კაცის. ასეთ გეი წყვილებს შორის იყვნენ ორი კაცი, ტომი და მარკი, რომლებიც წლების წინ დაქორწინდნენ და სუროგაციის გზით ტყუპი შვილები ბო და კოი ჰყავთ. მოკლედ ყველაფერი იმდროინდელი ამერიკული ფსევდოწესების მიხედვით მიდიოდა. ორი დედა ან ორი მამა აღარავის აკვირვებდა, ვინც მსგავს შემთხვევებს უბრალოდ არ ეთანხმებოდა და თვლიდა, რომ ასეთი რამ ბავშვის ფსიქიკისთვის და ნორმალური ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის არ იყო სწორი, უბრალოდ აჩუმებდნენ. ემუქრებოდნენ სამსახურის დაკარგვით ან სასამართლოში სარჩელებით, სადაც მოსამართლე მხოლოდ და მხოლოდ LGBT პირების მხარეს იკავებდა ნებისმიერ ვითარებაში. არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, ანუ deep state-ის ახალი ადამიანის გამოყვანის დოქტრინაში ადგილი არ მოეპოვება ტრადიციულ ფასეულობებს. ამიტომ ისინი მხარს ნებისმიერ ამეს უჭერენ, რაც ტრადიციებთან წინააღმდეგობაში მოდის. გამრუდებული აზროვნების მქონე პირების გაპიარებას მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ გახადეს ამერიკაში პოპულარული ოჯახები, სადაც სამი მამაა. არ მოგესმათ ბავშვებს სამი მამაკაცი ზრდის და სამივე საკუთარ თავს მამას უწოდებს.
ასეთები არიან ტომი და მარკიც, რომლებიც ქორწინების შემდეგ რამდენიმე წელში ერთმანეთს გაშორდნენ. თუმცა როგორც თავადყვებიან, ოჯახი არ დაანგრიეს და ის უბრალოდ ხელახლა განსხვავებული ფორმით შეინარჩუნეს. მარკმა ახლიდანაც იქორწინა სხვა მამაკაცზე და ახლა ისინი ყველა ერთჯერ ქვეშ ცხოვრობენ და ბავშვებსაც ერთად ზრდიან. ტომი კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში და ძალიან გვიხარია, რომ ის ჩვენთან ერთად ცხოვრობს. ეს სტაბილურობას და სიწყნარეს უზრუნველყოფს ბავშვებისთვის. იდეალური მასალა LGBT იდეოლოგიისთვის, რათა მოახდინონ არატრადიციული ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში სამმამიანი ეგრეთ წოდებული ოჯახების ნორმალიზება მოხდეს. ამაში კი მედია და სოციალური ქსელები გამოიყენეს. სამკაციან გეების ოჯახს და მათ შვილებს სოცქსელში რეალიტი შოუც აქვთ, სადაც თავიანთ ყოველდღიურობას აჩვენებენ. განქორწინების შემდეგ გავიცანი ჩემი ამჟამინდელი ქმარი, რომელსაც ასევე მარკი ჰქვია. თუმცა ჩვენ მას მოკეს ვეძახით, მეც სახელი, რომელიც ჩვენი ტყუპებისგან წამოვიდა, რადგან მათ ჯერ სწორად ვერ წარმოსთქვეს მისი სახელი. როცა მესამე მამა სულ რამდენიმე ნაბიჯშია, მშობლობა ბევრად მარტივდება. ამ სამკაციანი ოჯახის პოპულარიზაცია, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ამასაც არ მალავენ. ჩვენ არასდროს დაგვიწყებია აქტივისტებად ყოფნა. როცა ღია ცხოვრობ, იაზრებ, რომ ხილვადობაც თავისთავად არის ერთგვარი აქტივიზმი. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ვუზიარებთ სხვებს, მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ოჯახი შეიძლება ცოტა განსხვავებულად გამოიყურებოდეს და ეს სრულიად ნორმალურია. სამმამიანი ოჯახი LGBT პირების საუკეთესო პროპაგანდისტულ სტილში ამტკიცებს, რომ მათ ეგრეთ წოდებულ ოჯახში არაფერი არანორმალური არ არის. ისინი ამბობენ, რომ მათი საზოგადოებაში თამამი ყოფნა მძლავრი განაცხადია. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ოჯახი სხვებსაც აძლევს ძალას საკუთარი უნიკალური შესაძლებლობა სიყვარულით მიიღონ. ამჟამად სამკაციანი ოჯახი სუროგაციის გზით კიდევ ერთი ბავშვისთვის ემზადება. ამ დროისთვის ამერიკაში ახალშობილებს არანაირი კანონი არ იცავს მსგავსი შემთხვევებისგან. შედეგად სამი ბავშვი გაიზრდება სამმამიან ოჯახში, სადაც მათ დაბადებიდანვე ასწავლიან, რომ ეს ნორმაა და რომ ოჯახში დედა სულაც არ არის საჭირო. როგორი ფსიქიკით გაიზრდება ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვი, ამაზე არავინ ფიქრობს. LGBT თემის წარმომადგენელი ზრდასრულები გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდაში არც მცირე წლოვნების ჩართვას ერიდებიან. ბავშვები კი მაყურებელს არწმუნებენ, როგორი ბედნიერები არიან, რომ სამი მამა ჰყავთ და არც ერთი დედა. ქალის და დედის როლის საერთოდ მოშლის მცდელობები ღიად მიმდინარეობს, როგორც არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას, იგივე Deep States და მის დაქვემდებარებაში მყოფ LGBT ორგანიზაციებს სჩვევიათ. თან აკვირდებიან საზოგადოების მღელვარების ხარისხს, თუ მძაფრი რეაგირება არ იქნება, კიდევ უფრო აქტიურად შეუდგებიან ოჯახის ტრადიციული გაგების გადაგვარებას. როცა ვინმე გეტყვით, ბავშვებს დედა და მამა სჭირდებათ, შეგიძლიათ თბილად მოუყვეთ მსგავს ისტორიებზე, რომ ბავშვებს სინამდვილეში სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდებათ. ტომის, მარკის და მოკეს გეი ტრიო არაა ერთადერთი. ლოს-ანჯელესში კიდევ ერთი სამკაციანი ოჯახი გამოჩნდა, რომლებსაც ამ დროისთვის ერთი გოგონა ჰყავთ ნაშვილები. ისინი ამჟამად ცდილობენ გახდნენ მეორე სამპარტნიორული ოჯახი აშშ-ში, რომელთაც შვილის დაბადების მოწმობაში ოფიციალურად აღიარებული მშობლების სტატუსი ექნებათ. 37 წლის ბენ როლამმა და მისმა პარტნიორმა მიჩმა, რომელიც ასევე 37 წლისაა, 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2018 წელს გეი კრუიზზე მესამე პარტნიორი იპოვეს, ბენჯამინ მუი, 35 წლის გეი მამაკაცი. ამჟამად სამივე ერთად ცხოვრობენ ლოს-ანჯელესში, 1 წლის წინ ნაშვილებ ქალიშვილ ტიგენისთან ერთად. როგორც თავადყვებიან, სამივე მამაკაცის მშობლები მხარს უჭერენ მათ ურთიერთობას და დიდი სიხარულით ასრულებენ ბებია ბაბუის მოვალეობებს. ბენი თვლის, რომ სამკაციან ეგრეთ წოდებულ ოჯახებზე ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს. მისივე აზრით, სამმამიანი ოჯახი ბევრ რამეში სჯობს კიდეც ტრადიციულ, ჰეტეროსექსუალურ ოჯახურ მოდელს. სტანდარტულ ურთიერთობებში ხშირად ქალს უწევს ძირითადი დატვირთვა, სახლის საქმეები, მზარეულობა, ბავშვზე ზრუნვა. ჩვენთან კი ყველაფერი თანაბრად არის განაწილებული. ბენჯამინი ჭურჭელს რეცხავს, მე ვამზადებ, მიჩი მტვერსას როტით ალაგებს და თეთრეულს რეცხავს. სწორედ ეს ქმნის ჩვენს დინამიკას. ვანაწილებთ და ვახერხებთ ისე, რომ ზედმეტად არ დავიღალოთ. ბენი და მიტში ერთმანეთს 2006 წლის ზაფხულში შეხვდნენ. LGBT თემის გაძლიერების პროგრამაზე და რამდენიმე წლის შემდეგ კი დაიწყეს ფიქრი მესამე ადამიანის დამატებაზე.
ჩვენ არასდროს გვჯეროდა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის სიყვარული საკმარისი იყო. ორივეს გვეგონა, რომ გქონდა მეტი სიყვარულის მიცემის უნარი. თუ ოდესმე გამოჩნდებოდა მესამე ადამიანი, მზად ვიქნებოდით მის მისაღებად. 2019 წლის ივლისში ბენმა და მითშმა ბენჯამინს სთხოვეს, გამხდარიყო მათი ოჯახის წევრი. ქორწილი არ იყო ოფიციალური, მაგრამ 2022 წელს ბენჯამინმა და მითშმა იურიდიულად შეიცვალეს გვარები, გახდნენ როლამები. ბენის გვარის შესაბამისად. 2022 წლის მარტში მათ გოგონა სახელად ტიგენი შვილად აიყვანეს. ამჟამად ისინი ცდილობენ, რომ ოფიციალურად იყვნენ შვილის დაბადების მოწმობაში მშობლებად აღიარებულნი. თუ წარმატებით დაასრულებენ იურიდიულ პროცედურებს, იქნებიან მეორე სამკაციანი ოჯახი აშშ-ში, ვინც ამას მიაღწევს. სამკაციანი ოჯახების პოპულარიზაცია LGBT პროპაგანდის ახალი მიმართულებაა, რომელიც ძალღონეს არიშურებს ნებისმიერი სახის გამრუდებული აზროვნების წასახალისებლად. მთავარია ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ტრადიციული ფასეულობებისგან რადიკალურად განსხვავებული იყოს და სიგიჟის დონესაც მათთვის ზღვარი არ აქვს. მაშინვე ყველასი და ყველაფრის პოპულარიზაციას იწყებენ. საამისოდ კი არც თანხების ნაკლებობას და არც მედიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უკმარისობას უჩივიან, რომელთა მეშვეობითაც ხდება ყველაფერი ანტიტრადიციულის საზოგადოებაში ჩანერგვა. ამ საყოველთაო გარყვნილების პროპაგანდას, რომელსაც ჭრილოვანი ოლიგარქიული მმართველობა იგივე Deep State ყველა მის ხელთ არსებული მედია საშუალები და სოციალური ქსელით აპიარებს, მხოლოდ სამმამიანი გადაგვარებულობის პოპულარიზება არ აქვს დასახული მიზნად. მთავარი აქ ქალისა და მამაკაცის შექმნილ ჯამთელ ოჯახზე თავდასხმა. ბავშვებს, რომლებსაც არასდროს ყოლია დედა, რომელთათვისაც დედაც მამაა, მამაც მამაა და მამის საყვარელიც მამაა, მათი თანატოლების ზომბირებისათვის უამრავ სიბინძურეს ათქმევინებენ. მაგალითად, ეს სამი მამის ხელში გაზრდილი ბავშვი ყოველ დღე სხვადასხვა მედია პლატფორმაზე აცხადებს, რომ თუ ოდესმე ვინმე გეტყვით, ბავშვებს დედა და მამა სჭირდებაო, აჩვენეთ მათ ჩვენი მაგალითი და უთხარით, რომ ბედნიერებისთვის თურმე საერთოდ არაა საჭირო დედა. საკმარისია ორი მამაც, მაგრამ სამი თუ იქნება, ხომ თლად უკეთესიო. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ერთნაირ სქესიანი ადამიანებისათვის ქორწინების უფლების დაკანონება, რაც 10 წლის წინ მოხდა შეერთებულ შტატებში, თავიდან ვითომ სექს უმცირესობების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. საბოლოო ჯამში კი ყველამ დავინახეთ, რომ გადაგვარებული ოჯახები ძირითადად იმისთვისაა საჭირო, რომ ჯამთელი ოჯახური ღირებულებები დააკნინონ. წარსულის გადმონაშთად გამოაცხადონ და ბოლოს ალბათ ჩაანაცვლონ კიდეც. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ მიუშვათ, აუცილებლად ჩაანაცვლებენ. დროებით.